ნივთი, რომლის დანიშნულებაც მზისგან და წვიმისგან ადამიანის დაცვა. სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით, ქოლგები ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-11 საუკუნეში არსებობდა. კონკრეტულად არავინ იცის თუ სად შექმნეს პირველად ქოლგა, მაგრამ მის სამშობლოდ მაინც ჩინეთი და ეგვიპტე ითვლება. ამ ქვეყნებში ქოლგას არა მხოლოდ მზისგან დასაცავად იყენებდნენ, არამედ ის ძალაუფლებისა და სოციალური სტატუსის სიმბოლოდაც ითვლებოდა. მაშინ ქოლგას მხოლოდ ფარაონები და დიდგვაროვნები ატარებდნენ. თავიდან ქოლგა 2 კილოგრამს იწონიდა. მისი სახელური კი, რომელიც ბამბუკის იყო, 1 მეტრს აღწევდა. თავად ქოლგის საფარი სქელი ქაღალდით, პალმის ფოთლებით ან ფრინველის ბუმბულით მზადდებოდა. სიმდიდრისა და ძალაუფლების სიმბოლოდ ქოლგას ინდოეთშიც მიიჩნევდნენ. ყველაზე მდიდარ ოჯახებში აუცილებლად 13 ქოლგა უნდა ყოფილიყო, რომელთაც სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. 12 ქოლგა ზოდიაქოს ნიშნებს, ხოლო მე-13 მზეს გამოხატავდა. ტიბეტში კი ყვითელი ფერის ქოლგა სულიერ სიდიადეს ნიშნავდა, თუმცა მისი ტარების უფლება ბევრს არ ჰქონდა. მოგვიანებით ქოლგა დასავლეთშიც გავრცელდა. ის პოპულარული ჯერ საბერძნეთში, შემდეგ კი რომშიც გახდა. თავდაპირველად ევროპაში ქოლგას მხოლოდ ქალბატონები იყენებდნენ. კონკრეტულად საფრანგეთში ქოლგა მე-17 საუკუნეში გახდა აქტუალური. 1715 წელს კი პარიჟში ქოლგების წარმოებაც დაიწყო. თავიდან ქოლგას მხოლოდ მზისგან დამცავ საშუალებად იყენებდნენ. ამიტომ ქსოვილი, რისგანაც ის მზადდებოდა, ძალიან თხელი იყო. პირველად ქოლგა წვიმისგან დასაცავად 1750 წელს ინგლისელმა ჟოან ჰანვეიმ გამოიყენა და ამ ნივთმაც ორმაგი ფუნქცია შეიძინა. ჰანვეიმ ქოლგა არა თხელი ნაჭრისგან, არამედ სქელი ქსოვილისგან შეკერა, რომელიც წვიმის წვეთებს არ ატარებდა. მალევე მე-18 საუკუნის ბოლოს ქოლგა ევროპიდან საქართველოშიც შემოვიდა. დღეს ქოლგა მოდური ქალბატონებისთვის აუცილებელ აქსესუარს წარმოადგენს. მოდიდან არასდროს გადადის გრძელტანიანი, ელეგანტური კლასიკური ქოლგები, თუმცა აქტუალობას არც დასაკეცი ქოლგები კარგავს. შავი ქოლგა კლასიკა და ის მოდური ქალბატონების გარდერობში აუცილებლად მოიძებნება. ის განსაკუთრებით აქტუალური 2012 წელს იყო. შავი ქოლგით ხშირად ჩნდებიან კემბრიჯის ჰერცოგინია კეთრინ მიდლტონი და ცნობილი ჰოლივუდელებიც. თუმცა ვისაც ფერადი ნივთები მოგწონთ, გეტყვით, რომ სხვადასხვა ნახატითა და ორნამენტით გაფორმებული ქოლგებიც ძალიან პოპულარულია.